Ზუსტად 1 წლის წინ საქართველოში სტრით ვორკაუთის ფედერაცია ჩამოყალიბდა. მიზანი სპორტის ამ სახეობის განვითარება და პოპულარიზაცია იყო. 1 წლის თავზე ფედერაციამ ქუჩის ვარჯიშით საქართველოს თითქმის ყველა ქალაქი მოიცვა. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც რუსთავი აღმოჩნდა. სულ რამდენიმე დღის წინ სტრით ვორკაუთის სპეციალური ჯგუფი ჩვენს ქალაქშიც დაფუძნდა. ქუჩის ვარჯიში დღესდღეობით ერთ-ერთი პოპულარული სპორტის სახეობაა. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1960-იან წლებში ჩამოყალიბდა. ქუჩის ვარჯიში მხოლოდ ტურნირზე და ორძელზე ვარჯიშს არ მოიცავს. მისი ვარჯიშების უმეტესობა სტატიკურია. ოფიციალურად საქართველოში კერძოდ კი ფოთში სპორტის სახეობა ქუჩის ვარჯიშების ფედერაცია 2013 წლის 23 იანვარს ჩამოყალიბდა. ფედერაციამ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით სტრით ვორკაუთის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის საქართველოს 9 ქალაქში სპეციალური მოედნები მოაწყო. ფედერაცია შეიქმნა დაახლოებით 1 წლის წინ და განვითარებული არის, იმიტომ რომ უკვე დაახლოებით 10 ქალაქში უკვე გაკეთდა სავარჯიშო მოედნები და ჩვენც ასევე მივსდევთ ამ სპორტს ჯანსაღი ცხოვრებისთვის და ბევრს მოუწოდებთ რომ მოვიდნენ და ევარჯიშონ. ვორკაუთის განვითარება დაიწყო რუსთავშიც. სულ რამდენიმე დღის წინ სპეციალური ჯგუფით ჩამოყალიბდა, რომელშიც პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად მოყვარულებიც გაწევრიადნენ. ვარჯიშები მეშვიდე მიკრორაიონში მეოცე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ მოედანზე კვირაში 3-ჯერ, ორშაბათს, პარასკევსა და კვირას 16 საათზე მიმდინარეობს. ჯგუფი შეიქმნა რუსთავში 1 დეკემბერს. მსურველები არიან 30-მდე უკვე და თანდათან გვემატებიან ინტერნეტის საშუალებით წერენ. პარკი მდებარეობს მეშვიდე მიკროში 20 ნომერი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჯგუფის შემოერთება შეუძლია ყველა მსურველს, ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, არც ფასი არის გადასახდელი და ყველა რუსთაველს მოუწოდებთ რომ შემოგვიერთდნენ და დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით. 1 დეკემბრიდან დაიწყეს ვარჯიში, მომწონს რომ გაკეთდა ესეთი ჯგუფი, მე მომწონს ესეთი ვარჯიშები და ყველას ვთხოვ რომ დაიწყოს ვარჯიში და შემოგვიერთდეს ყველას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვორკაუთის ფედერაცია ქვეყნის პირველობას ატარებს, რომელშიც მონაწილეობის მიღებას სამომავლოდ რუსთაველებიც გეგმავენ.